დილამში თუ ვისა მეგობრება, როგორ ხართ? მიჩქარება. ვიღაც ახალი მძღოლი ყავს უბანში და კარგად ვისეირდნეთ. ამასობაში სამსახურში დამაგვიანდა. კი არ დამაგვიანდა, ნუ ბევრი საქმე ყავდა. ადრე მინდა რომ მივიდე. მაგრამ ვერა. ეგრე ადრეც ვერ. როგორ ხართ ხალხურაშივით? ეს რაღაც ჯადოქრობა ვერ მოვირჩიე, ჯადოქრობა. გული ამოვარდა. გუშინ ატაწუნა ვიტო და კიდეთ. იმიტომ რომ ვერ მოიცალ. ხო და დღეს დაგიბრუნდით. ხვალ დიდი დღე გვაქვს. ზეიმია, ჩემი პატარების, რომლებიც ისე ელოდებიან ამ დღეს ვერც წარმოგიდგენიათ, ისეთი სიხარულით და აი სულ ასეთი ბედნიერები მინდა იყვნენ ხალხო, იმედენად ბედნიერები არიან ამ დღის მოლოდინში, რომ აი ეს ვარსკვლავები არასოდეს არ უნდა ჩაუქრეთ თვალებში, აი ეს ბავშვური ბედნიერი ვარსკვლავები. ხო და წავედით, გადავიდეთ ტრასაზე, ხო? ხვალ დედა ესწრება ცხოვრებაში პირველად ჩემს ზეიმს. რა თქმა უნდა, სცენაზე მილიოჯერ ყავარ ნანახი, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ზეიმს. ხო, მარტო გიმალავ ღელავ რას იტყვის. თორე ჩემ ძალიან ადეკვატურია, იმიტომ რომ დედა მაგის გამო არ დამზოგავს, ანუ მეტყვის. უი, ზედავინახე. ეხლა არა ინთება გაზაფხულამდე. ეს ხვირი მომეყინა. აი, ინთეშვილო. ხო და ამიტომ ხელავ რას მეტყვის. ნახოთ. წავედით. რადგან დღეს ბევრი სირბილი მიწევს, ფეხზე ჩავიცვი ჩემი სიყვარულები. ნიშნები. დღეს მარიამს კოლგოტი უნდა ვუხიდო თეთრი, ანუ კაბა ისეთია ძალიან მოთხლეზე მოღეღილი და არ ვიცი ამ ყინვაში მე რა რო ჯგუფში ცხელა. მე მინდა რომ ეგრე ჩავაცვა და დედა ჩემი გადაიდია ბავშვი არ გააციო. ჟაკეტი მოაცვი, ანუ ჟაკეტი არ მოუხდება იმ კაბას და არ ვიცი მოკლედ რა ვქნა. უი, აქეთ რომ მოვდიოდით მარშრუტკით გლოვოს კურიერი გადმოვარდა მოტყოდან. კინაღამ შევღუნდი მარშრუტკაში. ისე შემეცოდა მადლობა ღმერთს ხალხო რომ არ რაღაცა იმას არ დაეჯახან, მანქანას არ დაეჯახან. სველი იყო და მოაცურა. ჯერ ხოს უდასველდა. მე შეკვეთა სადღაც მიქონდა. კაცმა არ იცის აითხრიზებოდა მთელი შეკვეთა იმ მარშრუტში. ხო და ისე შემეცოდა რომ გული დამიწვა, მანქანა ხო არ მოდის. ეს ხა საწავა ხო და უნდა წაიღოს ეს შეკვეთა კაცმა არ იცის როგორც მიიტანს. და მოკლედ მე შევსაყვედრო ნანუკან დააბრუნონ ყველაფერს თავი დავანებოთ იყო სველი. აი ისე შემეცოდა რაღაცნაირად. კარგი. რა სისველე რო არის ძალიან საშიში ხალხო. გრევიათ სურებს. სველი როა და არ ვიცი რატო იყო სველი ეგზამარა
დედამ ყავა მომიდუღა და ამას შეხედეთ ჭიქა. დედა სად ნახეს გოჭებიანი ჭიქა? რა ლამაზია ნახე. მერტო. ახლა უნდა გაჩვენოთ მარიამის ზემის კბა, ანუ მეც რო უარს არ ვიტყვი და სიხარულით ჩავიცვა, მეგეთია. ისეთი ლამაზია ხალხო ნახეთ. მიცადეთ კვეთსა დაგანახებთ. ეს არის უკანა მხარე. თავისი ძალიან ლამაზი ბაფთით შესაკრავი და წინ არის ძალიან ლამაზი. აი ძალიან ლამაზი ფერია, მაგრამ აქ არ ჩანს რაღაც რატო. ერთი წუთით გოგოებო. აი, ოპ, ეხლა რაც არის ამ წამს. კადრი მუქი. აი ეგეთია ზუსტად. უბრალოდ ახლა შუქი ურტყავს და არ ჩანს. აი ზუსტად ესეთი ფერია გოგოებო. ძალიან ლამაზი, ფრიალა, ფუშფუშა. როგორიც თვითონ სურს პრინციპში და რაღაცნაირი წინწკლები დაყვება, როგორ მინდა რომ დაინახოთ, არ ვიცი როგორ ჩანს, ნახეთ როგორ ლამაზი წინწკლებია და ძალიან მომწონს, მაგრამ პრობლემა არის რა, ხალხო შეიძლება გაიყინოს. არ და ჯგუფში ცხელა, მაგრამ აი არ ვიცი, ახლა დღეს უნდა წავუღო კაბა და დავტოვო და პედაგოგს ვთხოვო რომ ჩააცვან ხვალ, იმიტომ რომ აქედან ახლა ესე ღილი ვერ წავიყვანთ ვერავინ და ხვალვე გადააცვამენ ამ კაბას, კოლგოტი ვუყიდე. ხო და ისა რა ქვია. ხო, ჟაკეტთან დაკავშირებით. მაქვს ორი ვერსია. სხვა გზა არ არის, ახლა ასეთი ფერის არაფერი არ მაქვს. ან თუ ეციება და იმედი არ ეციება და არ დაჭირდება, მაგრამ თუ არის ერთი ეს, რომელიც არის მოკლე და უბრალოდ მოსასხამივით ექნება და როგორც ჟაკეტი ეგრე არ ექნება, არის ერთი ეს ვერსია, გოგოებო. ეს ფერი და ამ ფერს უფრო ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან აი ეს მგონია რომ ძალიან ჭყეტელა და აი არ ვიცი ხა ძეჩემ ჩამოვა ველოდები და მირჩიოს, იმიტომ ტვინი გადამეწვა უკვე და არ ვიცი რა ვქნა. მეორე არის ეს, ესეც მოკლეა, რა თქმა უნდა. ნახეთ როგორი ესე წინწკლებიანია. ხო და არ ვიცი, მე მგონია რომ ამ ორ კომბინაციას მაგრამ თეთრი კოლგოტი შეიძლება კი მოუხდეს მე ამას. ხო, აი არ ვიცი ჯერჯერობით, თუმცა ესეც ძალიან კარგია. და ძალიან არ ყვირის. ხა მანდ როგორ ჩანს ვერ გეტყვით, მაგრამ აქედან ძალიან არ ყვირის. ხო და მიშველით. როცა ვიდგიასე არ ვიცი. ხო, ამას ძირითადად ვაჭრი ხოლმე ამებს, ახლა ეს ძალიან უხეში იყო და მოვუჭერი. ხო და საერთოდ არ მინდა რა, რო ეცვეს ახლა და რავი, შეიძლება ფოტოებიც არ დამრჩეს, იმიტომ რომ არ ვიცი, თხოვიქ ვინ იქნება ამ მშობლები ვერ გეტყვით, ვინმე თუ იქნება, იქნებ გადავიღო. ჩემს გოგოსაც რო ფოტო მქონდეს. ხო, მოკლედ არ ვიცი. ასია ეს ამბავი, ახლა უნდა დავკეთო, მაგრამ მანამდე დედა ჩამოვა და ერთი უნდა იმას ვქნა. მე ესე ძალიან ცოტა კაბა, ახლა ესე ჩაჭმუჭყუნული რომ უნდა ჩავდო, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. რის ეჭვიც მქონდა, მოკლედ ეს გაწყდა. თორე თეთრ კოლგოტს მოუხდეს რამენაირად. ისე რატომ არ უნდა იყოს, მაგალითად ბაღებში, აი როგორც შეიძლება შტატშია ჩასვა, მაგრამ ესე იყოს, აი შტატად ასე რა ვთქვათ, მაგრამ ეს გამოძახებით რო იმუშაონ ხოლმე, სულ ხوار დასჭირდებათ. ზეიმები, ღონისძიებები, ფოტო, ვიდეო გადაღება, რატო არ უნდა ფინანსდებოდეს მაგალითად. აი ახლა ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილის ფოტოები არ დამრჩება, იმიტომ რომ მე არ ვიქნები. ეხლა რა ვიცი, ვინ გადაუღებს. და თუ გადაუღებს 500 კაცი ერთად რო ჩანს, ხო, ჯგუფურს და ანუ შენი შვილის ესე ცალკე ფოტო არ გექნება რა რეალურად. ისიც თუ გადაუღო ვინმე. თუნდაც ჯგუფური. რატო არ უნდა იყოს? სადავწერო განცხადი. სად დავწერო? ხო და უნდა მგონია რომ უნდა იყოს რა. თუნდაც სკოლებში, ანუ ზოგადად თუ გინდა უნივერსიტეტი თქვი და სადგინე იქ თქვი. სადაც რამე ღონისძიებები ტარდება უნდა იყოს რა. გული მწყდება ახლა ხომდელ დღეზე ძალიან. ხა დედა და ბებო წაკუსკუსდნენ. რაღაცები უნდა იყიდონ, არ ვიცი. ხო და ხვალ დედა ამით და დედა ხომ მივდივართ. ჩემზე იმზე ბავშვების და
ხო და სავარაუდოდ შემებებოც წავიყვანოთ. ოღონდ არ ვიცი, ანუ ტაქსით წავალთ, რითი წავალთ. ტაქსში ხალხო დილით ისეთი საცობია, რომ მეთქი შანსი არ არის. თქვენ მერე მოდით მეთქი რა, იმიტომ რომ ნუ ხა ბებო მეტროში ვერ ჩადის, რატომღაც არ ვიცი. ასასული მეხუთებაო თუ ვერ გავიგე. ხო და გზაში რო გავიწვევი იმ საცობში ხო დავიღუპე. ალბათ გავაფრენ. ამიტომ არ ვიცი როგორ იქნება გამბა. ვიცი. ჯგუფებში შეიძლება ხო ისეთ ბაღებზე ვითომ ხუმრობები. სხვადასხვა ჯგუფებში TikTok-ზე რო იდება მე რა. ხა და კაცო შობლემაო აიტეხესო რომ ოქრო აჩუქონო პედაგოგს რა. ხო და თანაშემწებს კი რა პედაგოგს და იმათაც რამე სხვა. მაგრამ ნუ ოქრო პედაგოგს. ხო და იმდენი დავდეო რაღა ბავშვის ბანკეტიო. დიდი ბავშვის ბანკეტიო და რაღა ჩემი 5 წლის ბავშვის ზეიმი. ხო და მერთო გადააშენეს ინსტიტუტიო. ანუ ეს ფულების კაფის დასაჩუქრებას. და ყველა მეორეს TikTok-ზე უდევს აი ბაღთან და სკოლასთან დაკავშირებული აი ამ ზეიმების თუ კონცერტების რაღაცა ხუმრობები რა. ხუმრობები მოდი ვთქვათ უფრო რეალობასთან მიახლოებული ხუმრობები. ხა ოქროს ნამდვილად მართლა არ ვიცი ზუსტად ისე თუ ჩუქნიან, მაგრამ რა შეუშლით ხელს მოიფიქრებე. არიან ეგეთი მშობლებიც რაც აიკვიატებენ ეს რამდენიმე მშობელი და მადლობა ღმერთს ჩემი მარიამის ჯგუფში მსგავსი არაფერი ხდება. ოქრობი არა, მაგრამ ოქრო. ვარ გადავთ. თან ახლა იმდენი ბავშვი ნამდვილად არ არის, რომ აი ოქრო, ანუ ხვდები. იმ თანაშემწემ რა დააშავა უკაცრავად თუ ნაკლებ შრომობს. ხო და ასე რომ მსგავსი სულელური გამოხტობები მეც კი მაღიზია. წავიდით. კაბა დამრჩა მარიამის. ჩავალაგე და დამრჩა. ჩემი სიკუთე. ანუ მაგისთვის წამოვედი და სახლში დამრჩა. ახლა გზაზე ხა უკვე აღარ გადავალ, მაგრამ არ გაიქცე მანქანა არის დგესმანდ. მერთო რა აფარია თავზე მიშველეთ. ჩემშულს რატო უყვარს ზღვარგადასული სიჭრელე, იცით ვინმე? ანუ 8000 ფერის რაღაცაცში. განსაკუთრებით ქუდი მშოკავს, მაგრამ რა გავაკეთო? ვინ დედიკო? მოვა მალე ზაკო, დედიკო იკითხა. წავიდით. ჩანთის სიდიდეს თქვენც ხედავთ თუ მხოლოდ მე ვხედავ? ხედავთ ხო გადატენილი როა. მაგით დავდივართ ყოველ დღე. უბრალოდ დღეს სხვაც მოქონდა დიდი უფრო. 2 დიდი ანუ და დედაჩიმა დაითანხმა რომ ერთზე გაჩერებულიყო. ხვალ ვის აქვს ზეიმი? მე. თოვლის პაპა უნდა მოვიდეს საჩუქრები. შოკოლადები უნდა მოგიტანოს ხო დედა? მათი სხვა შოკოლადები. დედიკო, რა არიცი? სხვა თოვლის პაპაც მოვა მერე საჩუქარს დაგიდებს და წავადე ახალ წელს. დედიკო, მერე ვიციყოთ თოვლის პაპულასთან. ხო, დედიკო, ნახე რა უნდა გითხრა? შენ კუბიკებს მოგიტანს მერე თოვლის პაპა. ეხლა კი არა დე რომ მოვა. კიდევ მოვა სხვა დროს, ხო დე? შენ ხო კუბიკები უთხარი დაუწერეთ დე. ეს ნაგავს როგორ დაყრიათ? არ შეიძლება ნაგვის დაყრა, არიციან დედა? აი აქა. არიციან. ვინ დაყარ? ბიჭებმა? და ნაგავს არცაყარეს. რა არის დედა ეგ? ფუდი საქციელი. მომესწრო გოგო. კამფეტი. სახში მოხს კამფეტი. გამარჯობა და გავიწყდა დე. გამარჯობა. ვინ ხარ შენ დედა უთხარ? მარიამ
ვაიმე რაღაცა სიმღერას გიმღერით ხალხო, ოღონდ ვერ გავიგებთ თავი ვერძბოლო. დედა მოუყევი ერთი შენ რას ამბობ ხვალზე იმზე დედიკო. რაღაცა ლექსი რო არის თო თოვლის პაპას როგორ ეძახით მოდიო? ვაიმე მიშკი. თოვლის პაპა მომძანდი. თო დედა ძალიან კარგი როგორ მომწონს დე. შეგინდა მომძანდი. ხო დე. მარიკო, შენ უთხარი ერთი რომელ ლექსს ამბობდე? თქვი დედიკოს შემოსიხარულო მედი დედიკო, რომელ ლექსს ამბობ თოვლის პაპაზე დე? ახალი წლის. ხო, მოყევი, აბა. ახალი წლის წინა ხაბეს, პაპა გონებს ლაბას ხაბას. რამდენისაც უქრები დავაპარე თოვლის პაპას. მიდინინო, ალბათ ახლა ემშრადება და მახიში ირმებს ამბავს და ელფები კი აქცილებენ უყვებიან 1000 ამბავს. დედა დებუ არ არის დებედო მეკონა. სად გაქვს ფეხები? რა არის? რა კულტურაა? მოიცადე მე რო არ დავინახო ეს უნდა შემოალაგო მაგიდაზე ფეხები? მითხარი ერთი? აი როგორ ვივა. არ შეიძლება, შენ ხო იცი რომ არ შეიძლება. აი რაც არ შეიძლება რატომ ამეორებინებ ასჯერ? აი და როგორ ვივა. კი ბატონო, ეხლა კი, მაგრამ ისე არ შეიძლება. მეორე ფეხი მასე აღარ დადო დედიკო. სამფარუფა. დედა მომწონს რა დედა სხვა იმღერე რა ხო? სამფარუფა? არ ვიცი კაცო ეს არ მომწონს ეგ რა სამფარუფა. სამფარუფა? სხვა რამე იმღერე ლამაზო. ესე მწონს. ჩემა მომა მოგვიტანა ვაიმე მაგრამ თავი შეიკავე უკვე ძალიან ცუდად ხო არა? დამცხრები და მოდი ერთი ცალი გადევსესვით რამე. ზოგი ჩემი კექსია უკვე ზოგი ის უკვე ის არის რა ქვია სხვა და სხვა ნუ და რომელი მივირთვათ. ვაიმე მარიამ თუ შეიძლება რომელი გინდა? ეს გინდა? მოიცადე ყოფს მოგიტან გაჩერდი? ან მოკვეჩე ყოფს რად გინდა? მიდი დედა. აუ რა გემრიელია დაჯექი და მირთვი. დაჯექი დედიკო, დაჯექი. მე მოვალ ხალხო ძალიან აბა შულ ქვეყანაზე აღარ წერი ვარ. ყვავილია. რა დე? აი ესა. ხო, მირთვი ლამაზო და მოვალე ხავედ ერთი ეს მოვალგო. არ ვიცი ხალხო რა, აი ასე მალე რატო მეირეოდეს ეს სახლი? დედას გეფიცებით უკვე აღარ ვიცი რა. სანამ მივდექი და მოვდექი სახლი დავამგვანე რა ვიცი რას. ჯერდას არეული დავტოვე, მაგრამ ხო მივალაგე კაცო, მერე. და ახლა მოვედი ბაღიდან და უარესა დავულიე. დედიკო. ბატონო. ეს მინდა კუჯერო არის. ეს გინდა? გინდა? მირთვი და მოგიტან დედიკო ერთი წამით მაგროვე. გამოვიცვალოთ რომ ესე. დედიკო შენ აჩვენე რა გაჩუქა მამი და როგორი კარგი სვიტერი გაქვს. ადექი დაენახე ერთით ხო რა გავწიოთ წყალი. ნახეთ როგორი ლამაზი ახლა ხო გიჟდები მე ხო ზოგადად ეგ რაცები ძალიან მიყვარს და ამას უყურეთ რანაირია და შარვალს ხედავთ ალბათ. ვაიმე რა ვქნა. შეჭამე დედიკო ეგ. დედიკო როგორ შევჭამო ეს უსვია ამას. მოიცადეთ ყოფს მოგიტან და გამელო დედა. ბატონო. როგორ? ჩარკცხე? აუ დიდი მადლობა. მადლობა. ეს ხუდა დარჩა ხო ალბათ მაგის. ხო, მადლობა. ეს დავუდოთ დედიკო. ხო დავუდი. ხო. ახლა მე მოგიტანდა ერთი წამი. აჰა დედიკო მირთვი. კარგად ხელი, ანუ ნახერ დედიკო მოკიდე ხელი. აიღე
ამას ცალი ხელი მოკიდე და რო არ გადაგიცურდეს და ამით აიღე. მოკიდე ხელი ამას. სახლის გარედან რატო ვტოვებ გასახებს ეს რაღაცა ვირუსი მაქვს მე თუ რა არის? ყობა სუმაგას მეჩხუბება. სობა ახალი მარიკო. ისურათ დიჩიხარულა ბედნიერება. მაიმე ჩემო ბედნიერება. ბედნიერება შვილი ხარ. ასულება. შეხარ ბედნიერება შვილი. ასულება. არა, დაი ასე ნუ საუბრობ და შენ საუბრობ იმ დონემდე. არა, მომისმენ ასე არ შეიძლება საუბარი, კარგი? უნდა თქვა სურვილების ასრულებას. სურვილების ასრულება. კი ბატონო, გადასარევად საუბრობ და რატო ამახინჯებ ვერ ვხვდები, ანუ ვერ გავდავდიდი. არა. დონობნი. ვარ საუბრობ და გასაგებია, მაგრამ საუბრობ, შვილო. რა თუნდა ეს პაჭაპუჭა ბავშვით რომ მე საუბრები აქ. კარგი, ეს მარიკოს ჩასაცმელი. დედიკო, დღეს რა მიირთვი ერთი მოყევი, ყველაფერი მომიყევი, დედიკო. მარიკო, მომიყევი. დაყვირებაზე მე რა ვთქვი უკვე? მიყვირი? თუ რა შვები? ჩემი შვილი გადაეჩვია ვლოგების გადაღებას გოგოებო, იმიტომ რომ არაადეკვატური ქცევები აქვს. მოგეხსენებათ უკვე დიდი ხანია ვლოგებთან ვეღარ ვართვე და მარიამი. უი დედა, მე სკოლზე მომიტანა, შენც მოგიტანია, მომეცი დედიკო. ხო და რამდენი ეს კვირაზე მეტია მარიამის საერთოდ ზოგადად არ ჩანს, ხო ხვდებით? ანუ და მეც ეს დღები ხო და ბავშვია და გადაეჩვია. თქვენი არ იმას მიქნა დედიკო, დოდონოს გამცხვარი კექსი. კაი, არ მინდა. მივირთვათ რომელი მივირთვა ტირამისუ არ მინდა. რატომღაც ეს გინდა ტირამისუს ნერვი არა მაქვს. ეს გინდა რომ ჭამე ესეთი. ეს არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ მოდი შევეჭიდოთ. გაუშვი დედიკო. ოპა. ახალე მოვალ გოგოებო. დედიკო შოკოლადის არის. მინდა გაჭამო და შოკოლადი. არა, მე ეს ამაქვს კრემიანი არის. მე თუ შეიძლება არ ხო, კრემიანი მაქვს. ხოლე ის მაჭამი რომელიც აბარ. ხო და მივთვით ხო და. ხო, კაი, დამშვიდი და წრანდი. დავწყნარდე? და დამშვიდი. დედიკო, რაღაც არ მომწონხარდე. რა არ მოგწონვა? დედიკო, იმიტომ რომ ზედმეტ საუბრებში ხარ გართული, და იმას აკადრებდე და რასაც არ უნდა აკადრებდე. და ზედმეტ საუბრებში ხარ ჩართული. სობა ხატეს. გისურათ დიჩხარუს დაიწე დედიკო. ბედნიერებას. გულს რომ ატკენ, მოლოცო აღარ მინდა. ასრულებას. დაიწე დედიკო. აიღე შენ ნამცხარი თუ შეიძლება. ხო, არ ვიცი როგორი იქნება ეს არ გამისინჯავს და წესით კარამელის არის და მე კარამელი ძალიან მიყვარს და ვნახოთ როგორი იქნება. წამალი დავლიო. წამალი არის, ეგ წყალია დედა, საიდან მოიტანე რა წამალი შვილი. თანოტია ხატია აბა ვნახოთ როგორი იქნება ეს კარამელის სისქერო გიჟდები. ვნახოთ გემრიელესი, აი ზე მარიამ დაგესვარა. მე ძალიან გემრიელია. მადლობა ლიას. იცის რა მეყვარს. ვაიმე დედა სადაეცა. სხვადასხვა მინდოდა მეჩვენებინა და არ ვიცი ეტყობა აიტანა ულამაზესი შარფი აჩუქა დედაჩემს და დედაჩემი არის შარფების მანიაკი. აი იმდენი შარფი აქვს მართლა რომ აი არ ვიცი.
მივიღებთ თავის კორიანტელი, მამა ფხაყვის სიკეთე, ვილამსინოვის ნათელი. ოჩაღდე, მოგენატრა შევლოგები შვილო, თორემ ამდენს ისი აღარ ლაპარაკობ ხო. აბა შეხრაბუდეთ, ჩემო ბავშვებო. შეხრა. დადესვარა და ძალიან ნოყიერი, აი ესეთი ნოყიერია ხალხო. ჯერ რამ სიმაღლე უბრალოდ ნახეთ, რამ სიმაღლეა. ანუ საკმაოდ მაღალია და ანუ ძალიან ნოყიერია, მყარია და მყარი ხო იცით ნოყიერია უფრო. მარიამ ეს რა არის? მითხარი? ეგ ეხლა ჭამ შენი აზრით? მივადე ორიეს. უნდა გავყო ხალხო, თუ დავიხჩი რაღაცა ძალიან მაღალი. როჯერ სიმაღლეა. გოგოებო, მე ბოდიშია, მე ვერ ვიტანა იმ კვებას და თარო გესაუბრებით, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ხოლმე. და თან მე რა განვიცდი, რომ არ მოგწონთ და ეს მოგწონთ, აბა შეხედეთ. ეს დიდია და ეს პატარა არის. მე რუსებჭამე დიდი იყო, აბა ნახეთ. რა ეზარე? შეხედეთ. ნერო დიდი ლექსი, თქვი მაგი უცებად საკითხი გავიაროთ. რაც ეხება ნუცა ბუზალაძეზე რო ვთქვი, რომ ადოს კონცერტია თქვა, ნუცა ბუზალაძეზე არის ყოველთვის საუბარი. ეგ არის. ზოგადად რა დროს კონცერტი? ეგ არის ძმაო. მე ვარ ძალიან შეხარა. და სულ ვფიქრობ, რომ ასეთ დროს არის იმხელა ემოციები და იმდენი რაღაცები ხდება, რომ კაც მარიცის, ვინ გამოხტება და რა შეიძლება გავნოს იმ კონცერტზე, შენს ხალხსაც და ზოგადად შეიძლება საკუთარ თავსაც ავნოს რამე. ამიტომ მგონია, რომ ასეთ დროს კონცერტი არ არის რეკომენდირებული. მე პირადად მსგავსი რაღაცები ძალიან მეშინია და როცა ამ ხელა ტემპერატურა და დუხს საქართველო, ამ დროს მგონია, რომ ცოტა და დაიხიო უკან, რომ არ გადაიზარდოს რაღაცა გაუთვალისწინება საშინელებაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველო დუხს. მე ერთვი რა და თორე ზოგადად კონცერტებს მივესალმები ყველგან. სახალხო კონცერტებს. თან ძალიან მივესალმები. მერე რაც შეეხება იქ რომ ღერიან, ცეკვავენ აქციაზე სინათლე გითხარ გოგოებო. ომს, ხოცვას, ჟლეტვას, გინებას, სემას. მირჩევნია იცეკვე ხორუმი და ზოგადად ჩემ საქართველო ეგ არის, სადაც იცეკვება ხორუმი. სადაც ამით გვინდა მივაწვდინოთ ვიღაცებს ხმა და არა ცემატყებით. რაც კარგია იმასაც ვამბობ, რაც არ მომწონს იმასაც ვამბობ. მე არ მივეკუთვნები კატეგორიად, ვინც არ ამბობს, ვამბობ. თუ უყურებთ ხო ჩემს ბლოგებს ხშირად, ვინც უყურებს ყოველ შემთხვევაში, ხშირად და თითქმის ყოველდღიურად, მათ გეცოდინებათ. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მომწონდეს, რომ მიუვარდები სრწმეს რაზმეს აგინებ, აფურთხებ, ვერაფრით. ვინც გინდა იყავი, რომელი მხარეც იქნას, ერთად მაინტერესებს. ჩემთვის მიუღებელია, ასევე როგორც სხვა ავნოს აქციის მონაწილე სულ ერთია. აღარ გინდა? წამოწოლა გინდა? აბა რა გინდა? გახსოვთ რა ჭამა საკომ და მე ჩჭავე? გახსოვს საკომ რომ აჭამაო? ჩვენი ჭაბე. ყვახის გული ჩამოიტანა დედამ საბერძნეთიდან. მოხალული, გამზადებული იქ ძალიან აქტუალურად მივირთე. მე მინდა გითხრათ, იმის ნახევარი არ ხდება საქართველოში ამის შეჭმა. ახლა მომწონს მალე. გავარ შეკერდი და მე ვაპირებ წამოწოლას ახლა საერთოდ ისე რო გითხრა. ჰადე. იმიტომ რომ მე უკვე სხვა საქმეები მაქვს. ხოლზე იმი გვაქვს ასე რომ ჰადე დიკო. ახლა ამას. ჰადე.
რაც კარგია, რაც არ არის გოგო, ისიც უნდა აიღოს, არ შეიძლება რომ მარტო მიკერძოებით ერთ რაღაცაზე ვიცეხოთ, რომ კარგია, ერთ რაღაცაზე ცუდია. რა, მაშინ ეს ამბებია. ასაგიჯია ჯანმრთელია. მონაშკად გასაჭრელი იყო შუაზე. ჭკალი ბიტო. მოდი გაგირჩიებე. მეც მინდა ჭკალი. და ქუთაისში კონცერტზე ვიღაც გოგონა რო ასულა და ფოტოები გადაუცია, ვინც დაზარალდა და ასე შემდეგ. მაგიტო ვიძახი, რომ რა თქმა უნდა არაფერი დაუშვებე, გადავიცე რომ გადასცა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ვინ რა შეიძლება რა ფსიქიკის ადამიანი იყოს იმ წამს იქ და რამე გავნოს, რომ რა ხო ხდებით რა, ეს არის თორე. ვისაც უნდა კაცო კონცერტი მათ რა დააშავეს, ხო? რა დედა? მარიამ პირი დაკუმე თუ შეიძლება და შემოისიყვარულოდე. მე ზიზღება, ეს რო დავინახე, დედა რატო ჩამოიტანე მე უთხარი, ეხლა ამის ნერვები მაგ მე. მე ხაფაი, მე. თავი მტკივა. რატო, არ ვიცი. არ ვიცი რა ხალხო, ისე მტკივა, რომ ლამის არის, არ ვიცი რაღაცა დამლეწო. ხო? მაგრამ მტკივა. გუშინ ხავე უკვე რუჭკუი და გადავდექი და ვეღარ გადმომიყვანეს უკან, ეგრევე სრაჟუ ზვანუკი გავუშვი იმასთან, ჟანასთან. ექიმია რა, ჟანა კარგი ხანია, ხო. იმასთან გავუშვი ზვანუკი, აღარ დავურეკამდი, მეც აქ არ მქონდა. ხო. აბა უბნის თვალო ქუდოდი გისმით, ზისხივო ქუდოდი გისმით, აბა რა ხდება? ნამდვილად იცი მე ვთხარ რომ ნერვოზის წამლები გაგამოწერილი. რა ხდება? ქალო მე ვთხარ ჭკუი და გადავედი უკვე ტკივილისაგან მე ვთხარ არ მომეკითხება არც ჭკუა და არც სახელი რომ მკითხო მე ვთხარ ხო გეკრო ლავრენტი ვარ. ახლა ლავრენტი არა ჯვარი წერია მაგრამ ვერა მე ვთხარი კარგად ქუჟანა რა. ხო და აბაო არი ნერვიულო 1-2 დღეო და დაწყმადიო და სიბნელეში იჟექიო რაღაცა სიმშვიდე შეიქმენიო. ქალო მე ვთხარი იცით ამის კივილები და ხო ისე და სიბნელეში ვზივარ ახლა კიდე შემიყვანე მე ვთქვა პატოალტე და გამომკეტე რა იმიშველის მე ვთხარი ეგა არის ნერვიულო რა ისე ქალო მე ვთხარი საქართველოს ბეჭდება გადალეწილი ვალები მაგ ესა მაგ ისა მაგ კაცი მაგ ტყუცი მაგ ახალი წელი მოდის ვიღაცა თხოვდება ვიღაცა კვდება ეგ ძრავის უკვდებიან ქვეყანა ხალხი არ ვინერვიულო ვერ გავიგე მე ვთხარი რა ხდება ხო აბაო ნეტაო შაკიკი ხო არა გაკო ბატონო მე ვთხარი აბა ის ხო არა გაკ შემოწარდი ჩვიდმეტი დიაგნოზი მე ვთხარი ქუჟანა ახლა მე ვთხარი კოფეს ნალექიას 12 ლარი გახდა მე ვთხარი კილო მაგარი გაძვირებულია გადავატრიალებ მე ვთხარ და რა ფიგურებსაც დავინახავ გეტყვი და მითხარი რა ხდება და რამჭი რა შეკი კალო მე ვთხარ გაქარებული ნერვოზი მაგ უკვე სიოპარაშუტი დახდები ჭოდ გრიტით მე ვთხარი რატო გახადეთ კონსულტაცია მე ვთხარი 100 ლარი რა ხდება მე ვთხარი ვალები დაგედოთ იმას ოფის და კლინიკების რა ხდება მე ვთხარი რა მელაპარაკე ხალო 100 ლარი ჭკვი და არ გადავიყვანო მე ვთხარი აჰა ეხა ზიხადებ მკითხობ ეს აგჭირს არ ვიცი რამჭირს აჰა ჯერ არ ვიცი რამჭირს ეხა კიდე ახალი უბედურება მე ვთხარი ხო და გაძვირდა აბა ქუდოდი სხვა რა გზა გვაქვს ესა ხო შენ რა გენახულება მე ვთხარი სხვა გზა მე არა მაქვს თოჯი მაგრა გაქვს მე ვთხარი ყველაფერი აწყობილი ცხოვრება ხო ხო კი არ მეჭხუბე მაგრამ სიმართლის მოყვარული ქალი რო ვარ ხო ჩავახტი ხახაში ეგრევე მე ვთხარი შემდეგ მოსვლაზეც ასწირეს მე ვთხარი არა ორი კვირის ვადაშით მოხოთო მაგრამ ერთი თვის წამლები გაგო გამოწერილიო ახლა მომისმინე მე ვთხარი თუ ვერ იმახსოვრებ დაიწერი ორ კვირაში მანდავარ მე ეს ვერ დაველოდები მე ვთხარ და შეიძლება ფულებს ვერ გადავიხდი ხო და ავთქვეთ რა ფეხზე ყველამ და ვთქვათ რომ მაგარი უნამუსოები ხართ მე ავდგე მე ვთხარი ფეხზე ხალხო დაუწიეთ რა ფასებს ხო რა მითხრა ხალხო 100 ლარი ჭკვი და არ გადავიყვანო რა მელაპარაკა მივედი დავჯექი ფეხზე გადავიდე ეს აგარ წამოვედი აჰა დღესაც არ ვიცი რამჭირს
არ ვიცი, მიფართოვდება თვალები. მაგაზე ვიუკუნალებ ცოტა მოვჭუტე. ახლა სხვა უბედურება დავემართა. თავის ტკივიცა ვერ ვიჭე. ვერ აგვიზნო. თუ გინდა ყადა ჩაიფრთხი ვერ აგვიზნო. ხო? ისეც მაგ. მე ყველაფერი. აი.